მოგესალმებით ახსე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი და რა თქმა უნდა ვიდეოთი ვაგრძელებთ CSS-ის ვიდეო გაკვეთილებს. ამ ვიდეოში კონკრეტულად მუშაობა გვექნება ისევ ჩარჩოებზე, ანუ როგორც წინა ვიდეოში თქვი, უფრო მეტი რამ უნდა გავიგოთ ახლა ჩარჩოების შესახებ და მათ შორის იქნება როგორც მათი რადიუსების გაკეთება, რომ დავანგვალოთ ჩარჩოები, ასევე როგორ შეგვიძლია რომ უფრო მოკლედ ჩავწეროთ მაგალითად ეს სამი ხაზი, მოვაქციოთ მხოლოდ ერთ ხაზზე. და ასევე ბოლოსში გარე ხაზებსაც შევეხებით ცოტათი outlines და მათაც მიგითითებთ რა და როგორ გამოიყენება. ახლა მაგალითად ეს სამი ნიშნულობა, როდესაც გვაქვს ამ solid text-ზე და აქ არის გამოსახული, ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ ერთ ხაზზე ჩავწეროთ ძალიან მოკლედ. ანუ შემოკლებული თვისება, უბრალოდ ბორდერს დავწერთ და ამ ბორდერის დაწერის შემდეგ, ანუ ჩარჩოს როდესაც ვწერთ და ჩარჩოს ნიშნულობები. აქ ამ თანმიმდევრობით არის წერება, თანმიმდევრობა ასეთი არის, ამის მაგალითზე რომ გაჩვენოთ. ასე რომ იყოს განლაგებული, ანუ ჯერ წერთ რა სისქის გვინდა, მაგალითად 10 პიქსელი. ანუ რაც აქ წერია, იმას ავწერ, შემდეგ ვწერ sticks, ანუ solid ამ შემთხვევაში და შემდეგ ვწერ curves. ანუ აქაც არკი აღარ ვთითებ რომელია, მაგრამ ამან ავტომატურად იცის რომ პირველი უნდა იყოს მისი სისქე, მეორე უნდა იყოს სტილი და მესამე ფერი. და როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე გამოისახა, მაგრამ ამ სამი ხაზის დაწერის მაგივრად ჩვენ სულ რაღაც ერთ ხაზში შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება. რა თქმა უნდა, მე ამ მეთოდს გირჩევთ და მე ყოველთვის ამ მეთოდს ვიყენებ, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო. ანუ როდესაც სამივე ეს გაკეთება არის საჭირო, რატომაც არა, უნდა გამოიყენოთ ეს მეთოდი. ახლა გადავიდეთ ჩარჩოს დამგვალებაზე. ჩარჩოს დამგვალება შეიძლება ასე border radius, ანუ ჩარჩოს რადიუსი განსაზღვროთ. მაგალითად 5 პიქსელი რომ განსაზღვროთ, ცოტათი დამგვალდება, ასე. განსაზღვროთ მაგალითად 67 პიქსელი, როგორც ხედავთ, ასე, საკმაოდ დიდზე დამგვალდა. როდესაც ოთხკუთხედი ფიგურა გვექნება, მოგვიანებით ამას განვიხილავთ, მაშინ მივუთითებთ ხოლმე 50% და იქნება იდეალურად გვარი. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ეს გვარი არ არის, რადგან ოთხკუთხედი ფიგურა არ არის ფიზიკურად და ოთხკუთხედი თუ არ იყო, ვერ დამგვალდება იდეალურად, ამიტომ ახლა ასეთია და ჩვენ მოკლედ მაგალითად ნებისმიერი 70 პიქსელს დავუტოვებ, უბრალოდ 50 პიქსელს. და ახლა ასეთი იქნება. ასე შეგიძლიათ რა თქმა უნდა ყველა მათგანზე გააკეთოთ, ცადოთ სხვადასხვა პიქსელები, ეს რომელიც მოგეწონებათ ხოლმე კიდე პიქსელებში, კიდე პროცენტებში, ისე გააკეთებთ. და ბოლოს მოდით გაჩვენებთ რა არის outline-ი, ეს არის ჩარჩოს გარეთ მოთავსებული სივრცე, ანუ როგორც ჩარჩო არის ისეთი არის, მაგრამ ეს კიდევ ჩარჩოს გარეთ კეთდება, outline. როგორც ჩარჩოზე განისაზღვრება, ასე width, style, color, ისე შეგვიძლია განსაზღვროთ და ახლა მოდით შემოკლებულად განსაზღვრავ 5 პიქსელი მაგალითად, იყოს grows ეფექტით და იყოს მაგალითად ეს წითელი. და როგორც ხედავთ, ჩარჩოს გარეთ მოთავსდა ეს გარე ხაზი, ანუ outline-ი. და მოკლედ ეს outline-იც იცოდეთ, რა და როგორ არის ამაზე, ძალიან ნაკლებად გამოიყენება, სიმართლე გითხრათ, დავწყეთ დისკურსში შესაძლოა სულ არ მოხდეს ხოლმე, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში იცოდეთ, თუ დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში გამოიყენებთ. ახლა კი დაგემშვიდობებით, თუ რაიმე კითხვა გექნებათ, დააკომენტარეთ ან მოუწერეთ, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.